ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური კრიზისისა და ტურისტული ნაკადების მკვეთრი შემცირების ფონზე დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტმა უპრეცედენტო ინიციატივა Dubai Invite აამოქმედა. პროგრამის ფარგლებში საამიროების ხელისუფლებამ მზად არის 3000 არაბული დირჰამის, ანუ დაახლოებით $816 ღირებულების შეღავათების პაკეტი გადაუხადოს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებს დუბაიში ტურისტულად მოიზიდავენ. თითოეულ რეზიდენტს მაქსიმუმ 3 ასეთი საჩუქრის მიღება შეუძლია იმ ვიზიტორებისთვის, რომლებიც ქვეყანას 31 ოქტომბრამდე ეწევიან, ხოლო მიღებული ვაუჩერები სასტუმროებში განთავსებას, კვების ობიექტებსა და გასართობ სივრცეებს მოიცავს, სადაც გინდათ შეგიძლიათ დახარჯოთ. ეს გადაწყვეტილება საამიროების ტურიზმის სექტორში შექმნილ მძიმე ვითარებას უკავშირდება, მას შემდეგ რაც რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ირანის საომარ-მოქმედებებში ჩაბმა მოხდა, დუბაის აეროპორტებში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა განახევრდა, ხოლო ბიზნეს შემოსავლები 50%-ზე მეტად შემცირდა. შექმნილი საფრთხეების გამო 2025 წლის რეკორდული თითქმის 20 მილიონიანი ტურისტული ნაკადის შემდეგ ქალაქში სასტუმროების მასშტაბური დაცარიელება დაიწყო, ლეგენდარული ბურჯ ალ-არაბიც იძულებული გახდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების საბაბით კარი 18 თვით დაეხურა. მიუხედავად კრიზისისა, მოსახლეობის ინტერესი მაღალია. პროგრამის გაშვებიდან პირველივე 48 საათში 10,000-ზე მეტი განაცხადი დარეგისტრირდა, სავარაუდოდ ეს განაცხადების რაოდენობა გაზრდილია იქამდე, ვიდრე მე ამ ტექსტს ვკითხულობ. კრიზისულ პერიოდში ტურისტების პირდაპირი ფინანსური წახალისება ან სუბსიდირება გლობალური პრაქტიკისთვის უცხო არ არის. პანდემიის შემდგომ პერიოდში 2021 წელს მალტის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა პროგრამა, სადაც თითოეულ უცხოელ ტურისტს, რომელიც ქვეყნის სასტუმროებს დაჯავშნიდა, 200 ევრომდე პირდაპირ ნაღდ ფულად სუბსიდიას უხდიდა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა სიცილიის რეგიონმაც, იტალიაში, როდესაც ტურისტული სექტორის გადასარჩენად ვიზიტორებს ავიაბილეთის ღირებულების ნახევარს უფარავდა და ყოველ მესამე ღამეს სასტუმროში უფასოდ სთავაზობდა. მოკლედ გლობალურ ბაზარზე ტურისტული ნაკადების აღსადგენად აზიურმა ქვეყნებად მასშტაბურ მექანიზმებს მიმართეს ერთი პერიოდი. ტაივანის მთავრობა მაგალითად 2023 წელს სპეციალური ფონდი შექმნა, რომლის ფარგლებში ჩასულ ტურისტებს $165 ექვივალენტ ვაუჩერებს პირდაპირ აეროპორტში ურიგებდა. ხოლო ჰონკონგმა ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით Hello Hong Kong კამპანიის ფარგლებში 500,000 უფასო ავიაბილეთიც კი გაათამაშა.